ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას საქართველოს შესახებ სტატიას ამ სათაურით ფორინ პოლიცია აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებული მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრებები და ოპოზიციის განგაში ამ თემას ავტორი ვრცლად განიხილავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის ანალიზი ავტორის თქმით ცხადყოფს, რომ ახალაიას მერაბიშვილისა და მსგავსთა შერაცხვა უსამართლოდ ბრალდებულ თავდაცვით პოზიციაში მდგომ დემოკრატებად საფუძველსაა მოკლებული. მრისხანე ახალაიას და მერაბიშვილის საქმიანობა ადასტურებს, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი მასშტაბური და არანაკლებ უკანონო თვალთვალისა და უსაფრთხოების აპარატის შექმნაში, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ხელისუფალთა დაუჯელობის ატმოსფეროს შექმნას. სტატიის ავტორი მაიკლ ჩეჩირე, რომელიც ციხის კადრების გავრცელების ფაქტსაც ვრცლად ეხება. ჟურნალისტ ივანო მერაბიშვილს სააკაშვილის კაბინეტის ყველაზე სტაჟიან წევრად მოიხსენიებს და მასთან ერთად გირგვლიანი საქმეში დათა ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე საუბრობს. მიუხედავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიდრეკილებისა, საერთაშორისო ინდექსებისა და რეიტინგების მიმართ დემოკრატიული საზომების უმრავლესობა გვიხატავს სურათს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები როგორც წესი იუწყებოდნენ, კითხულობთ სტატიაში.